ხო, ძალიან რთული ამ თემაზე საუბარი, ვინაიდან რაც არ უნდა ვისაუბროთ, გავაანალიზოთ მოვლენები, იმდენად დინამიურად ვითარდება ამერიკის ადმინისტრაციის პოზიცია და იმდენად დინამიურად იცვლება ეს პოზიცია, რომ ხანდახან გონია, რომ ძალიან რთულია რაიმე გათვლის გაკეთება. თუნდაც ერთი კვირის წინ, 10 დღის წინ, 2 კვირის წინ საუბარი იყო იმაზე, რომ თელმა მსოფლიომ უნდა შეწყვიტოს რუსეთისგან ნავთობის შესყიდვა, რომ ტრამპს ჰქონდა ძალიან კარგი შეხვედრა ჩინეთის ლიდერთან, მიაღწია ანალოგიურ შეთანხმებას ინდოეთის ლიდერთან და თითქოს გუდავდა რუსეთს ნავთობზე შესყიდვების შეზღუდვის გზით და უცებ წამოვიდა ეს 28 კულისებში რაც ხდებოდა ნახეთ. ხო, ცხადია. ხო, ანუ უბრალოდ აი თითქოს არ არის ერთმანეთთან თანხმედრაში. იმედის მომცემი არის რამდენიმე ფაქტორი. ერთი თვითონ ის რაც ახლა თქვენ აჩვენეთ, რუსეთთან შეუძლებელია მიაღწიო შეთანხმებას. თან მიაღწიო შეთანხმებას ისე რომ თავმოყარება შეინარჩუნონ. ტრამპს ჩვენ შეიძლება ბევრი კითხვა ქონდეს, ბევრი ეჭვი ქონდეს, მაგრამ ერთი რაც ყველასათვის ცხადია და არანაირი ეჭვს არ ექვემდებარება არის, რომ ძალიან პატივმოყვარე ადამიანია და მისთვის ძალიან რთული იქნება წარმატებად გაყიდოს ის, რაც არის ცალსახად დამცირება. ანუ ამერიკის წაგება არის სტრატეგიული თვალსაზრისით და დამცირება არის პიროვნული და ნაციონალური თვალსაზრისით. ამის გაყიდვა, როგორც აი მშვიდობა მოვიტანე, ძალიან რთული იქნება, როდესაც არც ერთი მოკავშირე არ იქნება ამის გამზიარებელი. შესაბამისად, პუტინის იმედი ნამდვილად გვაქვს, ეს უტიფარი რიტორიკა, რომელიც მოვისმინეთ, ნამდვილად შეუძლებელს გახდის უკრაინის ჩაბარებას. და უფრო შესაძლებელს გახდის შესაბამისად ღირსეულ მშვიდობას, რისთვისაც იბრძვის უკრაინა. მეორე რის იმედიც გვაქვს არის დიდი ბრიტანეთის და ევროპის კავშირის ერთობლივი პოზიცია, რომლებიც აცნობიერებენ, რომ ძალიან დიდი ცვლილებები უკვე მოხდა გეოპოლიტიკური თვალსაზრისით, რომ ნატომ გარკვეულწილად დაკარგა თავისი ფუნქცია სამწუხაროდ ამ ნაწილში პუტინმა უკვე მიაღწია თავის კი ბატონო ამოცანა, მაგრამ ეს ნიშნავს, რომ წინა პლანზე გამოდის გერმანია და წინა პლანზე გამოდის დიდი ბრიტანეთი, რომელსაც ამის რესურსიც აქვს, ნებაც და ხედვაც. ნუ პირველად ხდება ის, რომ იგივე ხა ნატოს რო ეუნება ტრამპი, რომ ხა თქვენ ან გერმანიას რო ეუნება, რომ რატომ არ ყავთ ჯარი, ცოტა ღიმილის მომგვრელია, იმიტომ რომ ნატო იმისთვის შეიქმნა, რომ გერმანიას არ ყოლოდა ჯარი და ნატო იმისთვის შეიქმნა, რომ რუსეთს არ ყოლოდა ჯარი ევროპაში, ხო, იმაზე მეტი ვიდრე ყავდა იმ პერიოდში. და თავის პასუხისგებლობები უნდა გააცნობიეროს, რა პასუხისგებლობები აიყო ამ დროს ამერიკამ. როდესაც ევროპას ეუბნებოდა, რომ შენ არ გინდა ჯარი ახლა და მე ვიქნები თქვენი უსაფრთხოების. ხო, თუნდაც რა პასუხისგებლობები აიღო ამერიკამ, როდესაც უკრაინას უთხრა, რომ შენ აღარ გინდა ატომური იარაღი და ჩვენ ვიქნებით, ხო, ბუდაპეშტის მემორანდუმით, ხო? იმედის მომცემი არის ევროპის პოზიცია, იმედის მომცემი არის ბრიტანეთის პოზიცია და იმედის მომცემი არის აი ამ ირონიული თვალსაზრისით ის, რომ პუტინთან შეუძლებელია, რომ გონიურულ კომპრომისულ შეთანხმებას მიაღწიო. პუტინი უნდა დაამარცხო. დასავლეთს ამის შესაძლებლობა გააჩნია, რესურსიც გააჩნია და ნელ-ნელა ტაატ-ტაატით წვალებით, მაგრამ მიდის იმ ემოციურ და ინტელექტუალურ წერტილად, როდესაც ყველა გაიაზრებს, მათ შორის ამერიკაში, რომ სხვა არჩევანი უბრალოდ არ არსებობს. ერთი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც გითხრეს, რომ ევროპა უბრალოდ დაიკეტა თქვენთვის და უბრალოდ ეს აღარ იქნება. აი გუშინდელი დემონსტრაცია, რა სიგნალი იქნება დასავლეთისთვის? შეგვანარჩუნებინებს მინიმუმ იმ სტატუს quo-ს, რომელიც გვაქვს, თორე წინ რომ ვერ მივდივართ, ამას ვხედავთ სამწუხაროდ. ხო, ერთს დაუბრუნდებით, თუ შეიძლება გიასასწრებს გავაგრძელებ, რაც პრინციპში ყველა თანხმდებით იმაზე, რომ რუსეთი არის ყდომის ეტაპზე მყოფი იმპერია, მაგრამ მას აქვს ერთი იარაღი, რომელიც არ აქვს არც ერთ სხვა იმპერიას, არც ჩინეთს და არც ამერიკას. ეს არის პროპაგანდა. და ჩვენ ამ იარაღს არ ვაფასებთ სათანადოდ. ის რომ გერმანიაში, საფრანგეთში, ამერიკაში პრაქტიკულად შუა აღარ არსებობს. ეს არის რუსეთის დამსახურება. პოლარიზაცია. ეს არის იმ რაღაც ხელოვნური პრობლემების შექმნა, რომელსაც რუსეთი უქმნის იმ ემიგრაციით, ანუ ხელოვნური მიგრაციული პროცესების ახალისებით, შიგნით რადიკალური მემარცხენე და რადიკალური მემარჯვენე ჯგუფების ერთდროულად დახმარებით, ხო? ამის შედეგად ხდება, რომ რეალურად ქვეყნები, რომლებიც ძალიან ძლიერები არიან ობიექტურად, ხო, ციფრებს რო შევხედოთ, რიცხვებს რო შევხედოთ, რაღაც სტატისტიკას რო შევხედოთ, ეს ქვეყნები ვერ ახერხებენ საკუთარი ძალაუფლების კონცენტრირებას
განხილვებას და მიმართვას კონკრეტული მიზნების გადასაჭრელად. შესაბამისად, ის რაღაც ციფრები, რომელსაც ჩვენ ვხედავთ, შეიძლება ძალიან შთამბეჭდავად გამოიყურება, მაგრამ ვინაიდან ტრამპი იმითია დაკავებული, რომ ვოუქებს ებრძოლოს და ვოუქები იმითი არიან დაკავებულები, რომ ტრამპს ებრძოლონ, ხო? ამასობაში პუტინს აქვს ის ფანჯარა, რომ თავისი მიზნები შეასრულოს. იგივე ხდება გერმანიაში, ძალიან ვაქებთ და ძალიან გვეიმედება მერცი, მაგრამ მერც უდიდესი წნეხის გაძლება უწევს, ვინაიდან ერთი მხრიდან AfD უტევს, მეორე მხრიდან მემარცხენეები უტევენ და მას ობიექტური პრობლემები აქვს გადასაჭრელი გარდა იმისა, რასაც ჩვენ გარედან ვხედავთ, ხო? ქვეყნის შიგნით. ასევე იგივე სიტუაციაა ბრიტანეთში, იგივე სიტუაციაა საფრანგეთში და ამით ხარობს ჩვენი ეგრეთ წოდებული ხელისუფლება და რუსეთი სინამდვილეში, ხო? ვინაიდან მათ ამაზე პარაზიტირებს. იგივე ხდება საქართველოში ამის გაგრძელებაა, ხო? ეხლა რაც შეეხება 28-ს, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილია ის, რომ ქართული ხალხი არ იღლება, ქართული ხალხი არ ეგუება და ძალიან მნიშვნელოვანი მონაპოვარია ის, რომ ერთი წლის თავზე ჩვენ ვნახეთ ათობით განცხადება, როდესაც მხარდაჭერას უცხადებენ ჩვენი მეგობრები ქართულ ხალხს და ცალსახად გამიჯნულია ის რეჟიმი, რომელმაც ხელში ჩაიგდო ჩვენი ქვეყანა, რომელმაც ფაქტობრივად მძევლად აიყვანა ჩვენი სახელმწიფო და ქართული ხალხი, რომელიც ყოველდღიურად გამოხატავს პროტესტს რაღაც ფორმით და მე არ მინდა იქ რაღაც რაოდენობის სპეკულაციაში შევიდე. არა აქვს ამას მნიშვნელობა, იმიტომ რომ ქართველი ხალხი არის ხალხი, რომელსაც უნდა თავისუფლება, დამოუკიდებლობა და ამ ქვეყნის ევროპული მომავალი და აქ ქოცი არ მოიაზრება. მოკლედ, აი რა შემთხვევაში მოხვდებით, აი ტრამპის ფოკუსში როგორ ფიქრობთ? აი თუნდაც ეს ზანგეზურის დერეფანი თუ იქნება და ასე შემდეგ, ძალიან ცოტა დრო გრჩება, მაგრამ ტრამპის ფოკუსში მოხვდებით იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ ჩავჯდებით მის ახალ დღის წესრიგში და ეს დღის წესრიგი არის ფუნდამენტურად განსხვავებული იმისგან, რაც აქამდე იყო 20 წლის განმავლობაში. ეს აღარ არის საერთაშორისო მასშტაბით დემოკრატიის ხელშეწყობა, ეს აღარ არის რაღაც პროგრამებისა და პრიორიტეტების ხელშეწყობა, რომელიც აქამდე იყო, ეს არის Make America Great Again, ხო, ეს არის MAGA პროგრამა და როგორ შეიძლება საქართველოს ჩაჯდეს ამ ნარატივში. როგორ შეიძლება საქართველოს იყოს მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ ამერიკას ჰქონდეს რეგიონში გავლენა და აქ ჩვენ მეორე მხარეს გვყავს ის ხალხი, ხო, ერთ სამწუხაროდ გარდაიცვალა ახლა ცოტა ხნის წინ, მაგალითად 2007 წელს ის პოლიტიკოსი ატარებდა აქციებს ამერიკის საელჩოსთან, მისი ძმა ეხლა სოცნების პროპაგანდისტია და ამბობდა, რომ ჩვენ ვებრძვით არა კონკრეტულ ხელისუფლებას, არამედ ვებრძვით ამერიკის გეოპოლიტიკურ ინტერესებს საქართველოში. მერე მოვიდა ივანიშვილი და თქვა, რა უნდათ ამერიკელებს შავ ზღვაში. ხო, სინამდვილეში აი ეს არის რა შემთხვევაშიც ამერიკელებისთვის გახდება საქართველოს მნიშვნელოვანი მოკავშირე, რომელიც მათ ორგანული მოკავშირე, როგორც მათ არ ყავთ. ეს უნდა დაანახოს მათ გაერთიანებულმა ოპოზიციამ, რომელსაც სამწუხაროდ როგორც გიამოყვე თქვა, ამ ეტაპზე ჯერ კონტურები არ უჩანს. გასაგები.